არის მოზიდვა კლიენტების, მე ამ კლიენტების შემოყვანა ჩვენთან ეკოსისტემაში სხვადასხვა მეთოდებით შეიძლება იყოს ლიდის ფორმის შესაძლებლად კონსულტაციის გაყიდვა, შეიძლება უბრალოდ მოწერა და მასთან საუბრის აწყობა და ასე შემდეგ. მე ამ ლიდების კვალიფიკაცია, ანუ თუ რამდენად მნიშვნელოვანები არიან ისინი ჩვენთვის, სურს თუ არა რომ მათში ინვესტიცია განვახორციელოთ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანი ხო არის რომ მაქსიმალურად ამოვიღოთ რეკლამიდან უკუგება, ანუ ერთი რომ lifetime value ამ კლიენტების თავისთავად გვინდა რომ გავზარდოთ, რა თქმა უნდა, ქექი, რასაც ნიშნავს customer acquisition cost-ი გვინდა რომ დავაგდოთ, lifetime-ი, რა თქმა უნდა, ავწიოთ და საბოლოო ჯამში უფრო მეტი გაყიდვა გავაკეთოთ და უფრო მეტი ტიპი მოვიყვანოთ ჩვენთან სისტემაში. ამამდროულად sale-თან ერთად კონვერსიაც, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია, რაც მოიცავს იმას, რომ უკვე მიტანის სერვისი, გადახდის პროვაიდერი, ან როგორც იღებ ამ თანხმობას, ანუ უკვე დახურვა და nurture-ი მომზადება გაყიდვებისთვის რა, პირდაპირ მნიშვნელობით, რომ გადავიდეთ უკვე კონკრეტულ სისტემაზე. შეიძლება ეს ყველაფერი ხა რთულად გამოიყურება, თუმცა ბიზნესი ამის გარეშე ვერ ვითარდება და აუცილებელი არის რომ რაღაცა კონკრეტული სისტემა გქონდეს, თორე სისტემის გარეშე დღეს გამოგივა რაღაცა, მაგრამ ხვალ და ზეგ რო რაღაცა არ იმუშავებს, იქიდან გამომდინარე რომ არ იცოდი რა რეცეპტით აკეთებდი ამ ყველაფერს, შესაბამისად იგივე გემრიელ რაღაც ბიზნეს პეროქს ვერ გამოვაწყობ რა, ესე ავიღოთ რა. მოკლედ ავიღოთ მაგალითად კონკრეტული კომპონენტი, აი nurture-ის და sale-ების გაყიდვის კონკრეტული სისტემა, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ეს და ეს პატარა-პატარა სისტემები საბოლოო ჯამში ქმნის ერთ დიდ ეკოსისტემას, სადაც შენი ბიზნესი ყვავის და ავიღოთ მაგალითად ეხა ერთ-ერთი მექანიზმი, რასაც ხშირად ვიყენებ სხვადასხვა ბიზნესებთან, ძალიან beginner friendly არის ეს მომენტი, პატარა ბიზნესს აუცილებლად უნდა ქონდეს ეს. პირობითად წარმოვიდგინოთ, რომ ყიდით ბინებს. ავიღოთ, რომ CRM-ში შემოვიდა lidy, ამ ლიდთან გაკეთდა call-ი, ეს call-ი გაკეთდა კონკრეტული რაღაცა სკრიპტის მიმართულებით, ანუ აქ გვაქვს სკრიპტი. სკრიპტის თქმის შემდეგ ეს ადამიანი თუ კვალიფიცირდა, ეგ